მოგესალმებით, კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღეს გვაქვს 5 საკითხი, დავიწყოთ. პირველი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე კანონპროექტები მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუკიძე. ისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით ქონების შესახებ კანონში ცვლილებებს თავისი გამომდინარე პროექტებით. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის მოქმედ კანონში, რაც პრაქტიკამ აჩვენა და ბიზნესისთვის გარკვეული საკითხები ხელის შემშლელია. ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ, პუნქტებად ჩამოვყვები. 4 ძირითადი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის კანონში. პირველი საკითხი შეეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დროს ამ ქონების იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობას. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედ კანონში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებობს საინვესტიციო ვალდებულებები, ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობით, ქონების მყიდველს უფლება აქვს ეს ქონება დატვირთოს იპოთეკით, აიღოს ასე ვთქვათ, კრედიტი შესაბამისი ბანკიდან და ეს კრედიტი მოახმაროს ამ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას. მაგრამ რიგ შემთხვევებში და პრაქტიკამაც აჩვენა, ხანდახან არის ისეთი პირობები, რომელიც თანხაში გამოხატული არ არის. არის საინვესტიციო, მაგალითად პროფილის შენარჩუნება, მაგალითად მწვანე ნარგავების შენარჩუნება, მაგალითად რაღაცის არაშენება, მაგალითად. ანუ მსგავსი პირობები ფაქტიურად ზღუდავს ამ ქონების შემძენებს, რომ მათ აღნიშნული ქონება ჩადონ და იპოთეკით დატვირთონ. ვიდრე მიზანს ეს სესხის საგანი ვერ მოემსახურება, ანუ რაღაცა ქმედების არ განხორციელება, არ შეიძლება რომ თანხაში იყოს გამოხატული და ხშირად ეს პრობლემა გვიდგებოდა და თან ეს პირობები ზოგი არის მუდმივი ხასიათის, ანუ პროფილის შენარჩუნება შეიძლება იყოს მუდმივად რაღაც ძველად ხდებოდა ხშირად ესეთი პრივატიზაციის кейსები. ამიტომ მთავრობის შემოთავაზება არის, რომ ასეთ შემთხვევებშიც განხორციელდეს ამ ქონების დატვირთვა და ამაზე როგორც ინვესტიციის შემთხვევაში ხდება დატვირთვა, იმდაგვარად იპოთეკაში ჩაიდოს. ანუ თავისუფალ მიმოქცევაში ფაქტიურად ქონების ჩართვა მოხდება, რაც მყიდველისთვის, ინვესტორისთვისაც ხელსაყრელია და სახელმწიფოს ასე ვთქვათ მეტი ასე ვთქვათ, დოვლათი შეიქმნება ქვეყანაში. ეს არის პირველი. მეორე დიახ, კი ბატონო. კი, რომ არ იყოს ესე გაყინული ეს აქტივები. მეორე ცვლილებაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ დღეს მოქმედ კანონში, როდესაც იპოთეკით არის ქონება დატვირთული, თუ კი ბანკის მიერ მაგალითად მოხდა ამ ქონების რეალიზაცია, საპრივატიზაციო პირობები გადადის ყოველ შემდგომ და ახალ მყიდველზე. ანუ სახელმწიფო დაზღვეულია იპოთეკის შემთხვევაში, რომ ეს პირობა ახალ შემძენზე გადავა. ახალი შემძენისთვისაც ცნობილია, ამ მონაწერში ფიგურირებს ეს პირობა, რომ ის ამ ქონებას იყიდის და ეს ვალდებულება, რაც სახელმწიფოს მხრიდან იქნა წამოყენებული, შესრულდება. გვაქვს ერთი ასეთი ლუფტი ახსულების შემთხვევაში ეს ვალდებულებები იკარგება სამწუხაროდ. ანუ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულმა მყიდველმა გარკვეული თავისი კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებები ვერ შეასრულა, როდესაც ქონება ყადაღდება და შემდგომ იძულებით აუქციონზე იყიდება, ეს პირობები იკარგება. ანუ შემდგომ ახსულების აუქციონზე მყიდველი აღარ მიიღებს სრულფასოვნად იმ ქონებას თავისი პირობებით. თავისუფალი იქნება. აქედან გამომდინარე, როგორც იპოთეკაზეა შემოთავაზება არის, რომ ახსულების შემთხვევაშიც იყოს, რადგან პრივატიზაციის თავდაპირველი მიზანი არ იქნეს დაკარგული. ეს შეიძლება იყოს სოციალური მიზანი და ძალიან პატივსადები მიზანი, როგორც წესი პირობები დღესდღეობით ასე ისაზღვრება და მეორე შემოთავაზება, ასე ვთქვათ, რაღაცა რო არ გაფუჭდეს, უპრიანია რომ ეს ჩანაწერი არსებობდეს.
მესამე ცვლილება ეხება მოძრავ ქონებას. როგორც მოგეხსენებათ, ქონების ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს ფინანს სამინისტროს მომსახურების სააგენტო შემოუერთდა, რომელიც დამოუკიდებლად აკეთებდა სახელმწიფოს მოძრავი ქონების რეალიზაციას და ფაქტიურად ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად სხვადასხვა რეგულაციები არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ქონების მიმართ და მაგალითად მიქცეული სახელმწიფო ქონების მიმართ. მიქცეული ნიშნავს იძულების წესით ჩამორთმეული სისხლის სამართლის საქმეზე და ასე შემდეგ. ან საბაჟოს მეშვეობით, ასე ვთქვათ. ერთ შემთხვევაში თუ კი ყიდის ქონების სააგენტო სახელმწიფო ქონებას, ამას ქვია პრივატიზაცია, მაგრამ თუ ყიდის მიქცეულ ქონებას, ამას ქვია რეალიზაცია. ეს ტერმინების აღრევა თავისი შინაარსით იწვევს გაუგებრობას მომხმარებლებთან და ქონების მყიდველებთან, მოძრავი ქონების მყიდველებთან. ამიტომ ფაქტიურად ეხა გავაკეთეთ პატარა სისტემატიზაცია და ნებისმიერი სახის სახელმწიფო ქონების განკარგვას ერქმევა პრივატიზაცია, რაც იმთავითვე სამართლებრივადაც სწორია და ერთნაირი წესები იქნება ყველანაირი მოძრავი ქონებისთვის დანერგილი, იქნება ეს ჩამორთმეული, მიქცეული, ჩვეულებრივი ნებისმიერი სახელმწიფო უწყების ბალანსზე მყოფი ქონება თუ ასე შემდეგ და მარტივი იქნება გასაგებად. აქვე ასევე ზუსტდება გარდა იმისა, რომ სიტყვა რეალიზაცია, ასე ვთქვათ, ამოვა კანონიდან და ყველაფერს დაერქმევა პრივატიზაცია, დაზუსტდება განაწილების წესი, სახელმწიფო ქონების განაწილება, ეს არის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. პირთა წრე არ იყო იმდაგვარად შემოზღუდული კანონში, რომ იწვევდა გარკვეულ დისონანსს და გაუგებრობას. ვინ შეიძლება იყოს უსასყიდლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების მიმღები? ვაზუსტებთ, რომ უსასყიდლოდ ანუ განაწილებით მოძრავი ქონება შეიძლება გადაიცეს მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აიპებს, არაკომერციულ იურიდიულ პირებს და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს. ანუ ეს პრაქტიკაში ისედაც ესე იყო, მაგრამ ტერმინოლოგია არ გამორიცხავდა კერძო სუბიექტის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას, რომ მოთხოვნა მსგავსი დაეყე, რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ უსასყიდლოს მომენტი უნდა იყოს მხოლოდ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული უწყებებზე მიმართული და მეოთხე მნიშვნელოვანი შენიშვნა ეს თავის დროზე კონტროლის პალატამაც სახელმწიფო ბოდიში აუდიტის სამსახურმაც დაგვიწერა. ანუ ჩვენ საბანკო გარანტიების ინსტიტუტი ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება აქ მხოლოდ და მხოლოდ იმ ინვესტორს, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებებს და თანხაში გამოხატულ ვალდებულებებს იღებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არის რაღაცა ვალდებულება ქმედებით გამოხატული, ამაზე მას საბანკო გარანტია არ მოაქვს და ასე ვთქვათ, მოდუნებულია. ანუ ის ვალდებულება რომ არ შეასრულოს, ანუ ფაქტიურად დაზღვეული სახელმწიფო არ არის. შესაბამისად, ჩვენ მაკონტროლებლის ამ ინიციატივას ვითვალისწინებთ და ყველა შემთხვევაში მოხდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შემთხვევაში საბანკო გარანტიის მოთხოვნა, უბრალოდ მოცულობაზე იქნება დავალება მთავრობაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად განსაზღვროს რიგ შემთხვევებში რამხელა საბანკო გარანტია. თუ ვყიდით მაგალითად მიწას, შესაძლებელია ჩვენ ვარაუდის დონეზე ვფიქრობთ, რომ იქნება მიწის ღირებულების რაღაც პროცენტი, ასე ვთქვათ, საბანკო გარანტია, რომ კონკრეტულმა მყიდველმა ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოს წინაშე იკისრა, ნამდვილად შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ დაიკომპენსიროს, ასე ვთქვათ, ეს ზიანი, როგორც ხდება საინვესტიციო ვალდებულებების დროს პრივატიზაციის შემთხვევაში. ორი თამდევი პროექტი ახლავს, ერთი არის იარაღის კანონში ცვლილება 3 ბოდიში და საგადასახადო კოდექსში, ეს შეეხება ტერმინს რეალიზაციის ჩანაცვლებას პრივატიზაციით და არის სრულიად ტექნიკური და მესამე სახსრებო წარმოებათა შესახებ მოგახსენეთ, რომ ახსრულების შემთხვევაში აუცილებელია რომ კანონში აქაც ჩაიწეროს, რომ ეს ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა წამოყენებული, გადაყვეს აუქციონის წესით რეალიზაციის დროს ახალ მყიდველზე. ეს არის ეს პაკეტი სრულად და ძალიან დეტალურად აგვიხსენეთ ყველა პუნქტი. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გაქვთ? ყველაფერი ცხადი და გასაგებია და ძალიან სწორად არის გაწერილი და გთხოვთ კენჭი უყაროთ. მიდი მადლობა. პირველი მოსმენით მივიღეთ აღნიშნული კანონი. ეხლა გადავიდეთ მეორე
პუნქტზე ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს ეკონომიკის დამდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენოქიძე ეს კანონპროექტი წინა კანონპროექტი რომ დაინიშნა არ არის გამომდინარე ცალკე არის უბრალოდ დაეწია ამ ცვლილებას ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პირდაპირ წესით ქონების განკარგვის შეზღუდვებთან დაკავშირებით ჩვენ ფაქტიურად ამ პრაქტიკას მივყვებით ისედაც და უბრალოდ ეხა კანონის დონეზე ხდება ამის იმპლემენტაცია. წინადადება არის ის, რომ პირდაპირ მიყიდვა არის საგამონაკლისო წესი და არა ჩვეულებრივი მდგომარეობა, ასე ვთქვათ და შესაბამისად კანონში უნდა დაერქვას შესაბამისი სახელი. ანუ, როდესაც ხდება საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირ წესით ქონების განკარგვა, აუცილებელია, რომ არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. ანუ, რა შემთხვევაში მოხდება ამა თუ იმ ქონების ნებისმიერ სუბიექტზე აუქციონის გარეშე, ასე ვთქვათ, კონკურენციის გარეშე პირდაპირ წესით გაყიდვა. გაცვლაც დაახლოებით პირდაპირ მიყიდვის ტოლფასია, ასე ვთქვათ, ქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ კონკრეტულ სუბიექტთან ხდება მოლაპარაკება, ერთი კონკრეტული საგანი იცვლება მეორე კონკრეტული ტოლფასის საგნით და აქედან გამომდინარე პრაქტიკა მაჩვენა, რომ აუცილებელია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებობა, სადაც იქნება გაწერილი, რა შემთხვევებში არის შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირ წესით მიყიდვა. ამისთვის საქართველოს მთავრობას ეძლევა 60 დღე იმისთვის, რომ მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. და შესაბამისად ფაქტიურად ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მიერ დანერგილი ეს ინიციატივა ისედაც მუშაობს და ამ შემთხვევაში ხდება კანონის დონეზე ამის ასახვა და გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი. აქვს რამე მე მექნება ერთი კომენტარი, რომ როდესაც პირობები ზუსტად იქნება გაწერილი, ეს გასაგები იქნება როგორც ბიზნესისთვის, თუ რა შემთხვევაში მოხდება პირდაპირ წესით ქონების შესყიდვა და ეს ბიზნესისთვისაც კარგია, რომ გასაგები იქნება, ცხადი იქნება დაბაში წესები და გთხოვთ კოლეგებო, ხარი დაუჭიროთ აღნიშნულ. დიდი მადლობა. მადლობა ნინო. თქვენი სტუმრობა ყოველთვის გვიხარია ჩვენ. კარგი, შემდეგი არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ადგილობრივი მოსაკრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი მაია ბითაძე, გთხოვთ მაია გისმენთ. მოგესალმებით. პირველი გამარტივებული წესით განხილვისთვის არის წარმოდგენილი კანონპროექტი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოგახსენებთ კანონის პროექტის დაინიცირების ძირითად მიზეზს. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ადგილობრივი მოსაკრებლების კანონში გაჩნდა ახალი მოსაკრებლის სახე, რომელიც ითვალისწინებდა K2 კოეფიციენტის გადამეტებისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას და მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობა იყო აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა. მომდევნო პერიოდში დაახლოებით 2017 წელს კანონში შევიდა ცვლილებები და გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდა განხორციელებული შესაძლებელი გამხდარ იყო, რომ გადახდა განხორციელებული იყო განწილვადების გზით. ამ საშუალებით ისარგებლა რამოდენიმე კომპანიამ, თუმცა დარჩა დაახლოებით 10 პირი, რომელმაც ვერ ისარგებლეს განწილვადებით. ეს იყო რაღაც გარკვეული პერიოდით დათქმა ცვლილებები განხორციელებული 2017 წელს, რომელიც შემდგომ 2022 წელს კვლავ გაგრძელდა და საბოლოო ვადა, როდესაც დეველოპერებს შეეძლოთ მუნიციპალიტეტთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება და განწილვადება განახორციელებინათ თავისი გადასახდელი მოსაკრებლის, ეს იყო 25 წლის 1 იანვარი. სამწუხაროდ ამ პერიოდისთვისაც ამ 10 კომპანიამ ვერ მოახერხა ასე ვთქვათ, განწილვადების საშუალების გამოყენება, მათ შორის მათი მხრიდან განიმარტება, რომ გარკვეულწილად პანდემიის პერიოდში ასე ვთქვათ, რაღაც გამოწვევები იყო, რის გამოც ისინი
მათ ვერ მოახერხეს როგორც განწილვადების საშუალების გამოყენება, ასევე რიგ შემთხვევაში ობიექტების დასრულება და ექსპლუატაციაში ობიექტების შეყვანა. შესაბამისად, დღეს არის რამოდენიმე საქმე სასამართლო წარმოებაში ამ განწილვადების თანხების ამოღებასთან დაკავშირებით, რასაც თბილისის მერია აწარმოებს. ამასთან კომპანიების უმრავლესობას მშენებლობის ნებართვის ვადა გასული აქვს. შესაბამისად, ვერ ახერხებენ, რომ ახალი ნებართვა აიღონ, იმიტომ რომ გააგრძელონ, ასე ვთქვათ, ნებართვა, იმიტომ რომ ეს თანხა გადახდილი არ აქვთ და არის იმის რისკი, რომ რაღაც დაუმთავრებელი მშენებლობების კატეგორიაში გადავიდეს რამოდენიმე ობიექტი. შესაბამისად, თბილისის მერიასთან და ამ კონკრეტულ პირებთან კონსულტაციის შედეგად მომზადა კანონპროექტი და გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას, რომ კვლავ გაგრძელდეს, ასე ვთქვათ, კოეფიციენტის განწილვადების შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომელთა მიერ გადასახდელი ჯამური თანხა დაახლოებით 7.200.000-ზე ცოტა მეტია. აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში მათ კვლავ მიეცემათ იმის საშუალება, რომ ხელშეკრულებები გააფორმონ მერიასთან და განწილვადების საშუალება გამოიყენონ და განაახლონ მშენებლობის ნებართვები. 3 წლით, როგორც ადრე იყო წინა ორი გადავადების შემთხვევაში, 28 წლის 31 დეკემბრამდე იქნება განწილვადება კანონის მიღებიდან. 7.200.000-ია ჯამური, აქედან რა დაახლოებით 10 სუბიექტია, რომელსაც ეს პრობლემა უდგას. არის სხვადასხვა ტიპის კომპანიებია. მერიას აქვს სრული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი არ მიეცეს და მნიშვნელოვანია, რომ ნებართვები გაიცეს, რომ კომპანიებმა შეძლოს თავიანთი ვალდებულების შესრულება, ინვესტორების მიერ ფიზიკურ პირებზე, ვისაც ბინები აქვს შესაძლებელი და ამასთან ერთად ისინი შეძლონ ამ თანხის 7.200.000 ლარის გადახდა. გადახდება, რომ მშენებლობა დაასრულოს პრაქტიკულად და გაყიდული ბინებია ყველა ამ ობიექტში. არ ვიცი, კოლეგები, მე ვფიქრობ, რომ მხარი უნდა დაუჭიროთ აღნიშნული. გთხოვთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგით. შემდეგი საკითხი გახლავთ. მადლობა. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და არქიტექტურული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ობოლაშვილი. გთხოვთ ბატონო ანტონ გისმენთ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. გამარტივებული წესით წარმოგიდგენთ კანონპროექტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და არქიტექტურული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოქმედი რეგულაციის თანახმად 2025 წლის 1 დეკემბრიდან არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების დამოწმება, ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სერტიფიცირებული პირების მიერ. ასევე აღნიშნული თარიღიდან სერტიფიცირება მოითხოვებათ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ ინჟინერ-მშენებლებს. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება აღნიშნული თარიღის გადაწევა 2026 წლის 1 სექტემბრამდე. აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო და ასევე შესაბამისი რესურსი სჭირდება, შესაბამისად საჭიროა დათქმული ვადის გადავადება. უნდა აღნიშნოს, რომ მუშაობა ამ კუთხით დაწყებულია, შემუშავებულია დადგენილებები და მოთხოვნილი ცხრათვის საჭიროა სერტიფიკატის გამცემი ორგანოების გამართულად ამუშავებისთვის. გადავწიოთ? ოღონდ მე აღარ გადავწიოთ. გადავწიოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ცვლილება. დიახ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ცვლილებაა და გვინდა რომ მიმდინარეობს და შესაბამისად ამ პერიოდში იქნება სრულყოფილი. გთხოვთ კოლეგებო, გენჩი უყაროთ აღნიშნულ საკითხს და მეხუთე საკითხი გახლავთ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფრუიძის კანდიდატურა. მოხსენიებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ზურაბ მოჭარაძე, ბატონო ზურაბ, წარმოგიდგენთ კანდიდატურა და კანდიდატს გთხოვთ, რომ გვინდა რომ თქვენი პოზიცია გაგვაცნოთ. კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის დექვე პუნქტისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილია ბატონი გიორგი ფრუიძის კანდიდატურა, როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, მოკლედ გაგაცნობთ კანდიდატის თაობაზე ბიოგრაფიულ მონაცემებს. ბატონმა გიორგიმ 92 წელს დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი და გახლავთ ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და გახლავთ ეკონომისტი. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, საკმაოდ დიდარი გამოცდილება აქვს, მრავალწლიანი 20 წელზე მეტი ხნის, მოკლედ ძირითად მონაცემებს მოგახსენებთ. 96-2001 წლებში ბატონ გიორგი იკავებდა თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ინსპექციაში წამყვანი სპეციალისტისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებს. 2001-3 წლებში ბატონ გიორგი გახლდათ გენერალური ინსპექციის უფროსი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე ასევე. 2003-4 წლებში კანდიდატი იყო საწარმოთა მართვის აგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004-9 წლებში ბატონ გიორგი იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ასევე კომისიის წევრი გახლდათ იმავე კომისიაში 2015-19 წლებში. 2019 წლიდან დღემდე ბატონ გიორგი გახლავთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, წარმოდგენილია იმავე თანამდებობაზე მეორე ვადით. ეს რაც შეეხება მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს, არ ვიცი, თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარ და ბატონ გიორგიც დაამატებს. მადლობა. თქვენს ნებართვით ნაშეთო. პირველ რიგში ბატონ ზურაბს ძალიან დიდი მადლობა ჩემი წარდგენისათვის, ასევე მადლობა იმ კომისიას, რომელმაც ვთქვათ ეს გადაწყვეტილება მიიღო და რომლის ძალისხმევითაც აგერ თქვენს წინაშე წავსდექი. განსაკუთრებული მადლობა ქვეყნის პრეზიდენტს და განსაკუთრებული მადლობა პრემიერ-მინისტრს, ვინაიდან მათი ორივეს ხელმოწერით ხდება ხოლმე თქვენამდე ჩვენი მოსვლა, ესე ვთქვათ, კანდიდატურების. თქვენს განსაკუთრებული მადლობა, რომ გარკვეულ დროს იცნობთ და მაძლევთ საშუალებას, რომ გავისაუბროთ. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, კონკრეტულად ახლა რაზეც ვარ წარმოდგენილი, აი ამ თანამდებობაზე მე როგორც ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, მეორედ გადაწყდა, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა, ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილი ასეთი არის, თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება. ჩემი ცალკე გამოცდილება ამ 6 წლის განმავლობაში არ არსებობს, ეს მე იმ გუნდის წევრი ვარ, რომელთან ერთადაც ყველა გამოწვევებს ვთქვათ პასუხობდით და ვცდილობდით, რომ რაღაცა გავეკეთებინა, რომლის თაობაზეც ყოველწლიურად ამ კომიტეტში და პარლამენტში წარმოვადგენთ ანგარიშს და იქ არის დეტალურად გაწერილი ყველაფერი ჩვენი საქმიანობის თაობაზე. რა, როგორ, რანაირად, სად ვართ, რა გამოწვევები გვაქვს. ამიტომ რომ არ შეგაწყინოთ თავის დაახლოებით 200 გვერდიანი და უფრო მეტი, ესე ვთქვათ, დოკუმენტი არის ამაზე, რომ აღარ ჩამოყალიბდე, მოკლედ მოგახსენებთ იმ სიახლის შესახებ, რაც ვთქვათ, ეხლა გვაქვს და უფრო ინფორმატიული იქნება თქვენთვის ჩემი აზრით. ჩვენ შევიმუშავეთ თვითონ კომისიის, ვთქვათ, გარკვეული სტრატეგია 2025-2027 წლების ჩარჩოში. ამ სტრატეგიაში გახლავთ როგორც ესე ვთქვათ, კიბერუსაფრთხოების საკითხების წინაპლანზე წამოწევა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი გამოწვევები არის არა მარტო როგორც კომისიის ინსტიტუციის თვალსაზრისით, არამედ პირადი მონაცემების და თვალსაზრისით თვითონ რეგულირებაში მყოფი კომპანიების ჭრილში. ერთი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. მეორე საკითხი არის ის, რომ კიდევ უნდა დავხვეწოთ უფრო მეტად ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის და დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფის, ესე ვთქვათ, მეთოდოლოგიები
და ამაზე მიდის მუშაობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კომისიისთვის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რთული პერიოდი არის და ჩვენ მინდა ვთქვა და ინფორმაცია მოგცეთ იმის თაობაზე, რომ არსებობს ესე ვთქვათ ასეთი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიო გაერთიანება ატარებს რეგულატორების ვთქვათ შეკრებას. ესე ვთქვათ ამ ESR-მა ამ ესე ვთქვათ ასოციაციების ასოციაციამ, რომელშიც შედის ჩვენი რეგულატორები, მსოფლიო რეგულატორების გადაწყვეტილებით გაისად 26 წელს იქნება ჩატარებული საქართველოში ველოდებით დაახლოებით 1000-ზე მეტ ესე ვთქვათ დელეგატს მსოფლიო მასშტაბით ეს დაახლოებით მსოფლიო ჩემპიონატში ფეხბურთის ესე ვთქვათ ჩემპიონატი რო ჩავატაროთ აი ესეთი რაღაც რანგის ღონისძიება არის რეგულატორებისათვის და ეს შემთხვევით არ ხდება ეს არის როგორც ქვეყნის აღიარება ისე თვითონ ამ ინსტიტუციის აღიარება, იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ვითვლებით ერთ-ერთ ყველაზე ესე ვთქვათ ძველ და მაღალი რანგის რეგულატორად. ეს მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის. ასევე უამრავი კიდევ სხვა ბევრი გეგმები და ამ რეგულატორული სისტემის ჰარმონიზაცია ხდება ქვეყნებს შორის თუ როგორ ჰარმონიზაციის პროცესი ჩვენ გვაქვს დაწყებული კარგ ხნის წინ, მაგრამ ეს უფრო ჩვენი რეგიონალური ესე ვთქვათ ევროპული მიმართულების ნაწილში გვაქვს მოწინავე ესე ვთქვათ მეთოდოლოგიას ვიყენებთ ტარიფიკაციის ნაწილში, რეგულირების ნაწილში და მეცაც პირ ქვეყნები ვისთან დარდებით ასე რომ ვთქვათ, მომდევნო აღმოსავლეთ ევროპის ჰარმონიზაციის ნაწილში ჩვენ დარდებით ევროპელებთან და მეცაც გეტყვით ჩვენი გავლით ევროპელები და ასე ვთქვათ მსოფლიო რეგულატორები უკვე შუა აზიის ასე ვთქვათ ქვეყნებთან რა ვინაიდან ჩვენ უფრო გვეიოლება მათთან კონტაქტი ურთიერთობები ჩვენი გავლით ესე ვთქვათ იქაც იწყება უკვე დანერგვა ამ მთელი რიგი ესე ვთქვათ რეგულაციების ზოგან ქმნით ზოგან ესე ვთქვათ შექმნაში ვეხმარებით ამ ეს რეგულაციები ძირითადად სატარიფო პოლიტიკას ეხება თუ კიდევ რა სატარიფო და ისედაც რეგულაციების თვალსაზრისითაც თუ რაიმე წესებია მისაღები მაგალითად მიწოდება მოხმარების წესები სისტემის გამტარიანების უსაფრთხოება და ყველაფერი ამაზე და რა ვიცი ჩვენი თანამშრომლები როგორც ექსპერტები ისე მონაწილეობენ, აგერ ამასინათ მონღოლეთის დელეგაცია იყო, 2 კვირის წინ ყაზახეთის დელეგაცია იყო ჩამოსული და საკმაოდ ესე ვთქვათ საერთაშორისო თვალსაზრისით ფიქრობ რომ კარგი ესე ვთქვათ წინაპირობები გვაქვს იმისი და აღიარება გვაქვს და ეს აღიარება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ აი 26 წელს ჩვენ სოფლიო ფორუმს ჩავატარებთ აქ, რომელიც, რა ვიცი, ესეთ ადგილას თუ არ გავაჟღერე, აბა სად თქვა ეს ამ. აჩენ თუ რაიმე კითხვები გექნებათ, მზადა ვარ რომ გიპასუხოთ. ძალიან კარგი ბატონო გიორგი, რა ვიცი, კითხვები ხომ არ გაქვთ? მე ერთ დავამატებდი რომ ენერგეტიკული სექტორი სტრატეგიული სექტორია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი განვითარება ერთ-ერთი ლოკომოტივი არის ჩვენი ეკონომიკის ზრდის შემდეგი წლების განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სწორი რეგულირება, ისე სწორი განვითარება და წარმატებებს გისურვებთ და მე პირადად მხარს გიჭერთ და კოლეგო გთხოვთ, განჭი უყაროთ. ძალიან წარმატებებს. იმედი მოგსურვებთ და ჩვენც მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის და მნიშვნელოვანი საკითხების და პროექტებისთვის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. გაიხარეთ. მე მგონი დავასრულოთ. მადლობა კოლეგებო და ხა წავედით.